დღეიდან 11 ივნისიდან მომდევნო 39 დღე მთელი მსოფლიო საფეხბურთო ტალღაზე გადაერთვება. 23 ჩემპიონატი იწყება. 2026 წლის ტურნირის გახსნას მეხიკოში აცტეკას ლეგენდარული სტადიონი უმასპინძლებს. მათი გუნდი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მუნდიალს ჩრდილო ამერიკის კონტინენტის 3 ქვეყანა მიიღებს: შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ტურნირზე 48 გუნდი ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მატჩები ხსენებული ქვეყნების 16 ქალაქში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 28 ივნისს დასრულდება, პლეი-ოფში კი 32 ნაკრები გადავა. ფინალი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში ჩატარდება. ამ მონაცემებით დიდი ალბათობით ეს ტურნირი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოსთვის, რომლებიც შესაბამისად არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობენ. ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატია, იმიტომ ძალიან ბევრი მონაწილეა, ამდენი არასდროს არ ყოფილა. და ეს რა თქმა უნდა ინტერესი იწვევს, თუმცა შეიძლება ხარისხმაოდ დაიწვიოს, იმიტომ რომ ბევრი ისეთი გუნდია, რომელიც საერთოდ არ გამიგონია, მაგრამ მთავარია რომ დიდი ფორუმია, გუნდები თამაშობენ და ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, თავის დროზე ჩემ ახალგაზრდობაში მსოფლიო ჩემპიონატი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ეხლა ცოტა საკლუბო ფეხბურთმა შეიძლება გადაფარა, მაგრამ მაინც მე მგონია რომ ნაკრების დონეზე თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ ჩემპიონატს, გარკვეული სირთულეები იქნება სამ ქვეყანაში. პირველად ტარდება 48 გუნდია, თანაც კლიმატური პირობები საკმაოდ არასასურველია ფეხბურთისთვის და პლუს ამისა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ცოტა მოუხერხებელი დროს არის თამაშები, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაინც ისიამოვნებს. ჩემი ახლა პროგნოზებს რაც შეეხება, ეს არ არის მაინდა-მაინც კარგი საქმე პროგნოზები, მაგრამ მე ვიტყვი 4 გუნდს, რომელსაც ალბათ აქვს შანსი მოიგონ. ეს არის საფრანგეთი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს, ესპანეთი, არგენტინა და პორტუგალია. რა თქმა უნდა, იქ ვერ გამორიცხავ გერმანიას, ინგლისს, მაგრამ მე მაინც ეს 4 გუნდი მგონია, რომ ფავორიტი იქნება ამ ჩემპიონატზე. გულშემატკივრობ არგენტინას, მინდა რომ მეორედ გახდეს ჩემპიონი, ძირითადად მესის გამო, მაგრამ არც ესპანეთის გამარჯვება მეწყინება.